რაოდენობრივი მსჯელობის პირველი გაკვეთილი ეხება ძირითად საკვანძო, საბაზისო ცნებებს, რომელთა მნიშვნელობაც აუცილებელია პირველ რიგში იმისთვის, რომ გავიგოთ, რას გვეუბნება დავალება. დავიწყოთ. ქვემოთ თქვენ ხედავთ რიცხვთა ღერძს. რიცხვთა ღერძი არის დადებითი რიცხვების, მათი მოპირდაპირე რიცხვების და ნულის ერთობლიობა. როგორც ხედავთ, 1 და -1 თანაბარი მანძილით არიან დაშორებული ნულიდან, ესე იგი მათი მოდული, მათი აბსოლუტური მნიშვნელობა არის ერთმანეთის ტოლი, განსხვავდებიან მხოლოდ ნიშნით. -4-დან 4-მდე არის რიცხვები წარმოდგენილი, სულ არის 9 ცალი რიცხვი დატანილი, უბრალოდ ციფრი და ნულზე თუ გადავკეცავთ ამ რიცხვთა ღერძს, 1 -1-ს დაემთხვევა, 2 -2-ს, 3 -3-ს, 4 -4-ს. სწორედ ამიტომ არიან ისინი მოპირდაპირე რიცხვები. და მათ რა თავისებურება აქვთ? ეს მოპირდაპირე რიცხვები რო შევკრიბოთ, ჯამში გამოგვდის ნული. 1 პლუს -1 არის 1 გამოკლებული 1 და 0 და ასე შემდგომ. ანუ თუ რიცხვების მოდული არის ტოლი, ხოლო ნიშნით განსხვავდებიან, მათი ჯამი არის 0. კიდე რას მინდა მიაქციოთ ყურადღება, ხო, 9 ცალი რიცხვია დატანილი, ანუ კენტი რაოდენობის რიცხვი გვაქვს წარმოდგენილი. შუაში 0-ზე რო გადავკეცოთ, 4 აქეთ არის, 4 აქეთ. და ამ შემთხვევაში ემთხვევიან ისინი ერთმანეთს, 4 -4-ს და ასე შემდგომ. ანუ 0-ს რომელი მხრიდანაც არ უნდა მივუახლოვდეთ, -4-დან თუ 4-დან თანაბარი რაოდენობის ნაბიჯებს გავივლით. ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელიც შესაძლოა დავალების შესრულებისას დაგჭირდეთ. აი, ქვემოთ რომ ამოცანებს განვიხილავთ, პრაქტიკულ მაგალითებს, იქაც კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომელ ცნებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელ ცნებების ცოდნა უნდა ამოვატივტივოთ გონებაში და თუ რაიმე საჭირო ექნება იქ კიდევ ერთხელ გავმართავთ. ხო. აქ 1-დან 4-მდე რა რიცხვებიცაა წარმოდგენილი, 10-ის შემდგომ რო გავაგრძელოთ. ანუ დავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5 და ასე შემდგომ, ეს არის ნატურალური რიცხვები, ანუ ნატურალური რიცხვები ეს არის ტვლის შედეგად მიღებული რიცხვები. რიცხვთა ღერძზე წარმოდგენილ რიცხვებს, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ნატურალურ რიცხვებს, მათ მოპირდაპირე რიცხვებს და ნულს ეწოდებათ მთელი რიცხვები. დადებითი რიცხვები უკვე ვახსენეთ და უარყოფითიც, რომ დადებითი არის ნულის მარჯვნივ, უარყოფითი არის ნულის მარცხნივ, რაც უფრო ვშორდებით მარჯვნივ ნულს, რიცხვის სიდიდე მით უფრო იზრდება, ანუ მოდული რაც უფრო იზრდება მარჯვნივ, რიცხვი უფრო დიდია. ხოლო მარცხნივ პირიქით, რაც უფრო შორდები ნულს, მოდული კი გეზრდება, მაგრამ უფრო დიდი მანძილით არის ნულიდან დაშორებული, ამიტომ უფრო მცირე რიცხვია. ესე იგი, რიცხვი მოდული თუ დიდია, დადებითი უნდა იყოს, რომ დიდი იყოს და უარყოფითი თუ გვაქვს, მაშინ მოდულით პატარა უნდა იყოს, რიცხვი დიდი რო გამოგივიდეს თვითონ. მაგრამ ყველაზე უკეთესი დასამახსოვრებელი ვერსია არის, რომ ნულისგან რაც უფრო ხარ დაშორებული, მარჯვნივ მით უფრო დიდია რიცხვი, ხოლო ნულთან რაც უფრო ახლო ხარ, მარცხნიდან რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო დიდია რიცხვი. დადებითი და უარყოფითი რიცხვებიც ვახსენეთ, ნატურალური და მთელი რიცხვებიც. ნამდვილი რიცხვები რა არის? ნამდვილი რიცხვებია ყველაფერი. ნატურალური რიცხვებიც, მათი მოპირდაპირე რიცხვებიც, ნულიც, ნულსა და 1 შორის რამდენი რიცხვით შეიძლება მოთავსდეს 0.1, 0.2, 0.1 პერიოდში, 0.5 პერიოდში, თუ არაპერიოდული აცილადები, ყველაფერი არის ნამდვილი რიცხვი. ანუ ნამდვილი რიცხვები ყველაფერი, რასაც ზოგადი მათემატიკის კურსში ვხვდებით. ზოგადად რიცხვები იყოფა ნამდვილ და წარმოსახვით რიცხვებთან, წარმოსახვით რიცხვებთან თქვენ საქმე არ გექნებათ ზოგად მათემატიკაში, მით უმეტეს რაოდენობრივი მსჯელობის დავალებებში, ესე იგი, თუ ამოცანის პირობაში ნამდვილი რიცხვი გიწერიათ, ნებისმიერ რიცხვთან შეიძლება გქონდეთ საქმე.
ახლა რა არის მარტივი და შედგენილი რიცხვი? აი აქ რო შევხედოთ 1, 2, 3 და 4-ს. 2 არის მარტივი რიცხვი, რადგან მარტივი რიცხვის განმარტებაა, რომ მას უნდა გქონდეს 2 გამყოფი, 1 და თავისთავი. 2-ს აქვს 2 გამყოფი მართლაც 1 და 2. 3-იც მარტივია, მისი გამყოფებია 1 და თავისთავი, ანუ 3. 4 უკვე აღარ არის მარტივი რიცხვი, იმიტომ რომ აქვს 3 გამყოფი, 1, 2 და 4. ანუ თუ რიცხვს აქვს 2 გამყოფი, 1 და თავისთავი, ის არის მარტივი, 2-ზე მეტი გამყოფის შემთხვევაში რიცხვი არის შედგენილი, ანუ რთული. ნებისმიერი ლუწი რიცხვი არის რთული, ანუ შედგენილი რიცხვი და კენტრიცხობზე დაფიქრება შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება იყოს მარტივიც და შედგენილიც. აქ რას შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, თუ ძალიან დიდი რიცხვი და უცებ ვერ ხვდებით რამდენი გამყოფი აქვს. მას, ანუ 1-ზე და თავისთავის გარდა სხვა გამყოფიც თუ აქვს თუ არა, ერთი მხრივ შეგიძლიათ გაყოფადობის ნიშნებიც გაიხსენოთ, მეორე მხრივ კი ეცადოთ დაშალოთ ეს რიცხვი მარტივ მომრავლებად. მარტივ მომრავლებად დაშლას მოგვიანებით განვიხილავთ, თუმცა ახლა მათ შორის გაყოფადობის ნიშნებსაც ვახსენებთ მოგვიანებით, მაგრამ აქვე გეტყვით გაყოფადობის ნიშნებს, რომ ნებისმიერი ლუწი რიცხვი იყოფა მინიმუმ 2-ზე, მაინც 1-ის და თავის გარდა. ამიტომ ნებისმიერი ლუწი რიცხვი 2-ის გარდა არის შედგენილი რიცხვი. ასევე გაყოფადობის ნიშნების მიხედვით ციფრთა ჯამი თუ იყოფა 3-ზე, ეს რიცხვი გაიყოფა 3-ზე. ციფრთა ჯამი თუ იყოფა 3-ზე და ლუწია 6-ზე იყოფა ეს რიცხვი, 5-ით დაბოლოებული 5-ზე ყველა ვარიანტში გაიყოფა, ამიტომ ეგეც რთული იქნება. ციფრთა ჯამი თუ იყოფა 9-ზე, ეს რიცხვიც იყოფა 9-ზე. ხო, ძირითადი საკითხები ეს არის, უფრო დაწვრილებით მოგვიანებით კონცენტრირდებით ამ საკითხზე. ქვემოთ უკვე განვიხილავთ ახლა კონკრეტულ დავალებებს, ეს იყო მოკლე შესავალი და თუ რამე საკითხის დამატება იქნება საჭირო, პროცესის დროს დავამატებთ. ხო, კიდევ ერთი რაღაცა უნდა მეთქვა, 1 მარტივია თუ შედგენილი. 1 არც მარტივია და არც შედგენილი, იმიტომ რომ მას აქვს მხოლოდ 1 გამყოფი. და მარტივი რიცხვის განმარტების თანახმად, რიცხვი მარტივი რო იყოს, უნდა გქონდეს 2 გამყოფი, 1 და თავისთავი.